თელავის მეშვიდე საჯარო სკოლაში ფლექსის გაცვლითი პროგრამის პირველი ტური ჩატარდა. მომავალი ლიდერების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 300-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა. მონაწილეებმა პირველ ეტაპზე ინგლისური ენის მოკლე ტესტი გაიარეს. წარმატების შემთხვევაში კი გადიან მეორე ეტაპზე აბარებენ ინგლისური ენის შესამოწმებელ ტესტს, წერენ მცირე ზომის თემას. მეორე ეტაპზე გამარჯვების შემდეგ ავსებენ ანკეტას და გადიან გასაუბრებას. პროგრამის 50 ფინალისტი ცნობილი მომავალი წლის აპრილში გახდება. ეს არის პირველი ტური, 15 წუთიანი ინგლისურის ტესტი. ვინც ამ ტესტს გადალახავს, გადადის შემდეგ მეორე ტურში. მეორე ტური არის უფრო გრძელი, საათნახევრიანი ინგლისურის ტესტია და რამოდენიმე კითხვაზე არის პასუხი დასაწერი. და შემდეგ უკვე ამ შედეგებს ვაგზავნით ვაშინგტონში, სადაც მას ასწორებს კომისია. ერთ თვეში გვეცოდინება პასუხი, ვინ გადავიდა მესამე ტურში. მესამე ტურში გადასული სტუდენტებს ვურეკავთ და შემდეგ არის უკვე ინტერვიუ, აპლიკაციის შევსება, კიდევ დასაწერი რამოდენიმე თემა და შემდეგ კვლავ იგზავნება ვაშინგტონში. პასუხები ჩამოდის აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში და წლის ბოლოს 50-მდე მონაწილეს უშვებთ ამერიკაში. სრული წელია, რაც მონაწილეობას ვიღებ პროგრამა Flex-ში. იქამდე ვსწავლობდი ინგლისურს კარგად და ყოველთვის სურვილი მქონდა ამერიკაში სწავლის გაგრძელების და ამიტომ მოვედი მე დღეს აქ. მიხარია რომ მონაწილეობ ამ პროგრამაში. ამაში მონაწილეობდნენ ჩემი მეგობრები.